თავი მესამე. იეზდთა რელიგია. ახალი რელიგიის დაბადება ღირსშესანიშნავი ამბავია ადამიანთა ყოფიერებაში. იმ დროებითი მითებისაგან განსხვავებით, რომელთა მეშვეობით ზოგი მმართველი თავისი ხელისუფლების მითოლოგიზებას ცდილობს, რელიგიები ასობით და ათასობით წელიწადს უძლებს. დიდ დამპყრობთა და მეფეთა სახელები დავიწყებას ეძლევა, მაგრამ წმინდანებს, რომლებმაც სიცოცხლე დათმეს ახალი რელიგიისათვის, მუდამ განადიდებენ. მისიონერებს, რომელთა სიტყვა მსმენელის გულსა და გონებას შეეხო, არ ივიწყებენ, მით უფრო მათ, ვისმა შთაგონებამაც სამყარო შეცვალა. იეზდთა რელიგიის დამაარსებლის სახელი უცნობია. მის შესახებ ცნობები არც მათმა ტრადიციამ ან მემატიანებმა შემოგვინახეს, არც მეზობელი ქრისტიანებისა და მუსლიმების ქრონიკებშია გაცხადებული, ვინ იყო ის პირველი, რომელმაც სათავე დაუდო მათ სარწმუნოებას. ამ უცნაური სიცარიელიდან მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სავარაუდოდ მე-13 და მე-14 საუკუნეების ქაოსში ქურთებმა რაღაცნაირად შეაკოწიწეს ეს რელიგია ქრისტიანული და მუსლიმური სექტების იმ დოქტრინებისა და ცერემონიებისაგან, რომელთა არსი მათ არ ესმოდათ. კიდევ ერთი ჰიპოთეზა, რომელსაც თვით ქურთთა უმეტესობა ემხრობა, ასეთია. მათი რელიგია და მისი დაარსების ისტორიის დეტალები სიძველის ნისლში დაინდგა. ხოლო რწმენამ ჩვენამდე იმის ყალბით მოატანა, რომ მის მიმდევრებს ნებას რთავდნენ ნომინალურად მოქცეულიყვნენ უფრო ახალ რელიგიებზე, როგორებიცაა ქრისტიანობა და ისლამი. თავად კი ძველ რწმენა წარმოდგენებს ინარჩუნებდნენ. რელიგიის ძალა სულთა გადასახლების იდეასაც ეფუძნებოდა, რაც იეზდთა რწმენის ქვაკუთხედია. დროდადრო ზოგიერთი წმინდა ადამიანი, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, რომელიმე მართლმორწმუნე იეზიდის სულით აღივსებოდა, მისი კი თავის მხრივ სხვა ასეთივე მართალის სხეულში გადაინაცვლებდა. ამ ღვთაებრივი რეინკარნაციის უკანასკნელი გამოვლინება შეიხი ადი იბნ მუსაფირია. მე-14 საუკუნესა და მე-15-ის დასაწყისში იეზიდური რელიგიის სწრაფი გავრცელება ყოფილ მუსლიმთა და შედარებით ნაკლებად ქრისტიანთა შორის იმაზე მიუთითებს, რომ საამისოდ მომზადებული ყურისათვის ეს რელიგია მზამზარეული გზავნილი აღმოჩნდა. თუმცა იეზიდთა მისიონერული სამუშაოს შესახებ ცნობები არ შემორჩენილა. არც ის ვიცით, ვინ და როგორ თაოსნობდა ამ საქმეს, როგორ გადადიოდა თაობიდან თაობაში ახალშეძენილი რწმენა წარმოდგენები და როგორ უკუაგდებდნენ კვლავაც ფასეულ შეხედულებებს. იეზიდების რწმენის, ცერემონიებისა და ჩვეულებების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ცნობები ფრანგმა კათოლიკე მისიონერებმა ჩაიწერეს ალეპოში 300 წლის შემდეგ, მას მერე რაც მათმა რელიგიამ ქურთებშიც დაიწყო გავრცელება. 1769, 1781 და 1810 წლებში ერაყში მყოფი იტალიელი მისიონერები მოკლედ აღწერენ მათ. ამ ცნობებში, ისევე როგორც მოგზაურთა ჩანაწერებსა და შენიშვნებში, განსაკუთრებით აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ იეზიდებს ძალზე არ უყვარდათ რელიგიის საკითხებზე საუბარი. ხშირად კი მცდარ წარმოდგენებს უქმნიდნენ ცნობის მოყარეებს და ისეთ პასუხს აძლევდნენ, რისი მოსმენაც ამ უკანასკნელს სურდათ. იეზიდოლოგიას, როგორც მეცნიერებას, 1850 წელს დაედო სათავე სტატიით, რომელიც პრუსიის მეცნიერებათა აკადემიაში წაიკითხა ბერლინის უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის პროფესორმა, დოქტორმა ავგუსტ ნიანდერმა, სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ აღმოსავლეთმცოდნეთა ინტერესი ხელახლა გაღვივდა, როდესაც ფრანგული სოსიეტე აზიატიკის ჟურნალმა იეზიდური წყაროების საფუძველზე ამ რელიგიის მოკლე აღწერა გამოაქვეყნა. გასული 100 წლის განმავლობაში ევროპულ, ამერიკულ თუ აღმოსავლურ პუბლიკაციებში უკვე ურიცხვი კომენტარი იწერება. ორმა იეზიდმა თავადმა კი დიდი წვლილი დასდო მათი რწმენის შესწავლასა და შესაბამისი ლიტერატურის მომრავლებას. მომდევნო გვერდებზე მეცნიერთა თაობების მუშაობის სინთეზირების მცდელობას ვერ ნახავთ. ეს წიგნი უფრო ისე დაიწერა, როგორც ზოგადი ცოდნის წყარო იეზიდური რელიგიის შესახებ, იმ ჩარჩოებში, რომელთა ფარგლებშიც ვითარდებოდა და იქმნებოდა იეზიდთა თემის ისტორია. იეზიდებს სწამთ ერთი ღმერთი, რომელსაც მიმართავენ ქურთული სიტყვით ხოდე
და თაყვანს სცემენ როგორც სამყაროს პირველ მიზეზსა და უმთავრეს მამოძრავებელ ძალას. დედამიწაზე მცენარეთა და ცხოველთა შექმნა და დამკვიდრება 7 ანგელოზს დაევალა, რომელთაგან ყველაზე დიდი აზაზიელი იყო. ადამიანი კი თავად ღმერთმა შექმნა. ამაყი აზაზიელის ამბავი, რომელმაც უარი თქვა ადამის წინაშე ქედის მოხრაზე, რასაც ღვთის პირისაგან მისი განდევნა მოჰყვა, ძველი ტრადიციის ნაწილია, რომელიც ერთნაირად ცნობილია იუდეველების, ქრისტიანებისა და მუსლიმებისათვის. სამაგიეროდ, იეზიდურ რელიგიაში არ არის სიუჟეტი, რომელშიც დაცემული ანგელოზი ბოროტ სულთანაა გაიგივებული. იეზიდებს ჯერათ, რომ ღმერთმა აპატია მას დაუმორჩილებლობა და ვინც ხელახლა აღიარებს მასში უზენაეს არსებას, ანგელოზის განსაკუთრებული წყალობა და მფარველობა არ მოაკლდება. სახელი აზაზიელი დღეს ნაკლებად გამოიყენება. სატანა, უარყოფითი მნიშვნელობის ეს სიტყვა, რომელსაც ხშირად ხმარობენ სხვა რელიგიების წარმომადგენლები, იეზიდებს შორის აკრძალულია. სხვათა თანდასწრებით თუ წარმოითქვა, შეურაცხყოფად აღიქმება, რის გამოც მის წარმომქმნელს შესაძლოა მაშინვე და მძიმედ ზღვევა მოუწიოს. უნდა ითქვას, რომ იეზიდები ტრადიციულად თავს არიდებენ იმ ქურთული თუ არაბული სიტყვების ხმარებას, რომლებშიც ორი ასო, შ და ტ ერთმანეთს ემეზობლება, რადგან მათი გვერდ დგომა სიტყვა შაიტანთან იწვევს ასოციაციას. იეზიდები ხმარობენ სახელწოდებას მელექტაუს, ფარშავანგი ანგელოზი, ხოლო ფარშავანგის სხვადასხვაგვარ გამოსახულებას თავიანთი რწმენის სიმბოლოდ. ყველაზე წმინდა, რაც კი რამ გააჩნიათ, ნატურალური ზომის ბრინჯაოს ქანდაკებაა, რომელსაც ანზელს, უძველესს უწოდებენ. სხვაგვარად, მანსურის ფარშავანგს. იეზიდთა რელიგიაში დამკვიდრებულია ეთიკისა და ზნეობის უნივერსალური პრინციპები, წარმოდგენები სწორისა და არასწორის, სამართლიანობის, სიმართლის, ერთგულების, გულმოწყალებისა და სიყვარულის შესახებ. განკითხვის დღე, როცა იეზიდები კეთილსაზღაურს მიიღებენ იმის გამო, რომ მელექტაუსისას სწამდათ, მუდამ შორსაა. სულები გადასახლების წყალობით აგრძელებენ სიცოცხლეს, ხანდახან ცხოველის ფორმით. ბოროტება, რომელიც ცხოვრებისეულ ფაქტადაა აღიარებული, რაიმე ზებუნებრივ არსებად არ წარმოუდგენიათ. ადამისა და ევას ამბავი იეზიდთა ტრადიციის ნაწილია. ანგელოზი, რომელიც ადამის დაცემის ამბავს არ უკავშირდება, სხეულის ბიოლოგიური ფუნქციების შესახებ პრაქტიკული ცოდნის მომცემ არსებადაა წარმოდგენილი. იეზიდთა კიდევ ერთი ტრადიციული წარმოდგენის თანახმად, ისინი, იეზიდები, მხოლოდ ადამის და არა ადამისა და ევას ჩამომავლები არიან. ურიცხვი ლეგენდა, ზოგჯერ არც თუ თანმიმდევრული, ღირსსახსოვარი წინაისტორიული მოვლენების შესახებ გვიამბობს. ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ სხვა ხალხებთან იეზიდებს აკავშირებთ საერთო მეხსიერება წარღვნისა და კიდობნის მშენებლობის შესახებ. კიდობანი აინ სიფნის სიახლოვეს, ვალიშიდან სამხრეთით, 6 მილით დაშორებულ სოფლის მიდამოებში შენდებოდა. საერთო მეხსიერების ნაწილია სახიფათო მოგზაურობა წყლით დაფარულ ტიგროსის ველზე. ისიც, თუ როგორ გაუხრიტა კიდობანს ძირი სინელ ქილუფის მწვერვალმა, სინჯარის მთებში და შემდეგ როგორ ამოავსო დახვეულმა გველმა თავისი ტანით. ბოლოს კი ხმელეთზე გადმოსვლის ბედნიერება, რაც ამავე წარმოდგენით ჯუდის მთის ფერდობზე მოხდა. დაუდგენელი წარმოშობის ისტორიული სახელები საკმაოდ ხშირია იეზიდთა ტრადიციისათვის. მათშია შემონახული როგორც მეხსიერება ისრაელის კერპთაყვანისმცემელი მეფე აჰაბი, ბაბილონელი ნაბუქოდონოსორი, რომელმაც ებრაელები დაიმონა, ახაშვეროში, სპარსეთის შაჰი, რომელიც ესთერს ეტრფოდა, შაჰფურ პირველი და მისი შვილიშვილი შაჰფურ მეორე, რომელმაც დაამარცხა და შემდეგ მოკლა 2 რომაელი იმპერატორი და ბიზანტიის იდუმალებით მოსილი მმართველი სახელად აგრიკალუსი, რომელიც შესაძლოა ჰერაკლეოსის დამახინჯებული ვერსიაც იყოს. ხალიფ იეზიდის პოზიცია ამ რელიგიაში გაურკვეველია და ეს ალბათ შემთხვევითი არ არის. მისი კულტი ყველაზე ძლიერი ალეპოს მიმდებარე ტერიტორიებზე და ჯებელ სინჯარშია.
იმ ადგილებში, სადაც მეზობლად მცხოვრები მუსლიმები სუნიტური აღმსარებლობის არიან, იეზიდთა ტრადიციაში შემონახულია ხალიფის საქმეები და მათ პატივს მიაგებენ. გრძელი ქებათა იეზიდთა შეიხის მიერ ლექსად ნათქვამი 1936 წელს ალეპოს მიდამოებში იმ სასწაულების შესახებ ყვება, რომლებიც ხალიფამ კონსტანტინოპოლის პირველი ალყის დროს მოახდინა. ტიგროსის აღმოსავლეთით, სადაც იეზიდები იმ შიიტების სიახლოვეს სახლობენ, რომლებიც წამებული იმამ ჰუსეინის მიმდევრები არიან, ხალიფის სახელი ნაკლებადაა ნახსენები ადგილობრივ ფოლკლორში. ამის მიუხედავად იეზიდს თაყვანს სცემენ, როგორც ღვთაებრივი სულის ინკარნაციას. მისი დაბადების დღე კი მათი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ამ დღეს იეზიდებისათვის თვით ღმერთისგანაა ნებადართული ღვინისა თუ სხვა სასმელის დალევა. იმის გამო, რომ ომაიად ხალიფასა და იეზიდურ რელიგიას შორის დიდი კავშირი არ შეინიშნება, ზოგმა მეცნიერმა მისი სახელწოდების უფრო რაციონალურ ახსნას დაუწყო ძებნა. ზოგმა მსგავსება იპოვა სპარსულ სიტყვა იაზ-ადთან, რაც უზენაეს არსებას ნიშნავს. ამ სიტყვის წარმომავლობის დაკავშირება სხვა ისტორიულ პერსონებთან, რომლებსაც იეზიდი ერქვათ, შედეგიანი ვერ გამოდგა. ერთ-ერთი ყველაზე გაბედული თეორია თუ მოსაზრება მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გამოითქვა. ეს თეორია იეზიდებს უკავშირებს შაჰ ხოსროს ხაზინად არიაზდინს, ნესტორიანელ მორწმუნეთა თავადს, რადგან მისი სააგარაკოს სახლი კირკუკის შემოგარენში ძალიან ახლოსაა მე-16-17 საუკუნეებში იეზიდთა განსახლების ადგილებთან. ბერძნულ მატიანეებში წერენ, თითქოს სწორად იქიზე იმაშობა ჰერაკლეოსმა 627 წელს. ყველაზე სარწმუნო ის ჩანს, რომ სახელ იეზიდს მუსლიმებიც ხმარობდნენ, განსაკუთრებით შიიტები, ოღონდ როგორც შეურაცხმყოფელ მეტსახელს ამ უცხორწმენის ხალხის აღსანიშნავად. დროთა განმავლობაში კი რელიგიის ოფიციალურ სახელწოდებად იქცა. იეზიდთა რელიგიის დიდი წინასწარმეტყველი, რომელიც რწმენისა და გამონაგონის სივრცეებს უკავშირებს ჩაწერილი ისტორიის 800 წელიწადს, შეიხი ადი იბნ მუსაფირია, რომლის საფლავი ლალიშში იეზიდების უწმინდესი სალოცავია. იეზიდური ტრადიცია აღწერს მის სასწაულებრივ დაბადებას ასაკოვანი წყვილის ოჯახში. შემდეგ ბედის საძიებლად სახლიდან გამგზავრებას 15 წლის ასაკში. 5 წლის შემდეგ, როცა მთვარიანი ღამით რომელიღაც ველზე ცხენს მიაჭენებდა, მას ჰქონდა ხილვა. ძველი საფლავის წინ მიწიდან უეცრად ამოიზარდა 2 აქლემი. 8 ფუტის სიმაღლის ფეხებით, კამეჩივით თავებით, გრძელი ბეწვით, ხარივით მრგვალი თვალებით, რომლებიც მწვანედ უელავდათ, შავი ტყავით. სხვაგვარად კი ადამიანებს ჰგავდნენ. აკლდამა კი იზრდებოდა და იზრდებოდა, სანამ ღრუბლებს არ მიაღწია. საბოლოოდ მინარეთის ფორმა მიიღო და შემდეგ ცახცახი დაიწყო. ადის შიშისაგან ღვინის დოქი ამოუპირქვავდა, რომელიც იქვე იდგა. ხილვა ახლა ლამაზი ბიჭის სახედ იქცა, რომელსაც ფარშავანგის კუდი ამკობდა და დაელაპარაკა. ნუ გეშინია, მინარეთი შეიძლება დაეცეს და სამყარო გაანადგუროს, მაგრამ ვინც შენ გაღიარებს, უვნებელი დარჩება და ნანგრევებშიც mbრძანებელი იქნება. მე ვარ მელექ ტაუსი და ქვეყნიერებისათვის ჭეშმარიტი რელიგიის საქადაგებლად შენაგირჩიე. ამის შემდეგ მან ადის სული 7 წლით ზეცაში აიყვანა და ღმერთმა მას გაუმხილა სიმართლე ყოველივე არსებულის შესახებ, სანამ აკლდამაში განისვენებდა. როცა სხეული ზეციდან ჩამობრუნდა, რათა კვლავ სხეულში ჩამდგარიყო, ამოპირქვავებული სურიდან წყალი ჯერ არ გადმოღრილიყო. ტრადიცია აღწერს, როგორ დასახლდა სასწაულებრივი ძალაუფლების მქონე წინასწარმეტყველი ლალიშში, როგორ დაიწყო მან ქადაგება შფოთიანი ჰაქიარის ქურთებში. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ისინი მისი მიმდევრები გახდებოდნენ. ამის შემდეგ გაიმართა დიდი შეკრება, სადაც შეიხ ადიმ დააწესა თაყვანისცემის რიტუალები, მორწმუნეთა კატეგორიები და ქცევის წესები, რომელთა დაცვითაც უნდა ეცხოვრა ყველას. შეიხ ადის მითითებებს შორის იყო გაფრთხილება დაწერილი სწავლების წიგნების მიმართ.
ამ შეზღუდვამდე შექმნილმა გარემოებებმა იეზიდური საზოგადოების მცირედ განათლებულობა გამოიწვია. ეს ვითარება რამდენიმე ათეული წლის წინ შეიცვალა. სამაგიეროდ, იეზიდების უმდიდრესი ფოლკლორი, რომელიც თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერი ტრადიციით გადაეცემოდა, მკვლევრებს ჯერ კიდევ შესასწავლი აქვთ. ძალზე ცოტაა შემორჩენილი იეზიდური ტექსტი, რომლებიც შეიხ ადის მიეწერება. ამათგან ყველაზე ცნობილი ამაღელვებელი საგალობელია, რომელიც პირველად 1853 წელს გამოქვეყნდა. მისი თარგმანი ამ წიგნშიცაა შეტანილი. მისი მიმდევრებისათვის წინასწარმეტყველის ყველაზე დიდი მემკვიდრეობაა ქითაბ ალ-ჯელვა, არაბულად გამოცხადების წიგნი, რომელიც გადმოცემით შეიხმა თავის მდივანს, ფახრ ად-დინს მიუძღვნა მის გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე. არაბულ ენაზე დაწერილი ეს ტექსტი, რომელიც 500-ზე ოდნავ ნაკლები სიტყვისაგან შედგება, ჯელვად იეზიდური რელიგიის ყველაზე წმინდა წიგნად არის აღიარებული. მისი ცალკეული ნაწილები 1891 წელს გამოქვეყნდა, ხოლო სრული ტექსტი 1895 წელს. მისი თარგმანი ამ წიგნში შეტანილია როგორც დანართი პირველი. შეიხი ადის საფლავი განთავსებულია ლალიშის სავანის შიდა ოთახში და დაფარულია სხვადასხვა ფერის აბრეშუმის ქსოვილით. კედელზე გაკრულ მწვანე ფარდაგზე აიათ ალ-ქურსის, ყურანის მეორე სურის, ესე იგი თავის 256 ლექსი, ტრადიციული ვალდებულება. სიტყვებია ამოქარგული. შეიხ ადის პირველ თანამოაზრეებს თაყვანსცემენ მათი შთამომავლები და იეზიდური საზოგადოება. მათგან ყველაზე დიდი შეიხი შემს ად-დინი იყო, რომლის საფლავი მთავარი ტაძრის გვერდითაა გაჭრილი. იეზიდი შეიხების სამი მთავარი კლანიდან ერთ-ერთს მისი შთამომავლები შეადგენენ. მისი ძმის ფახრ ად-დინის საფლავი ცოტა მოშორებითაა. იეზიდთა მთავარი სასულიერო პირი, რომელიც ბაბა შეიხის სახელითაა ცნობილი, აუცილებლად ფახრ ად-დინის კლანიდან უნდა იყოს. აბუ ბექრი, წინასწარმეტყველის კიდევ ერთი თანამგზავრი, რომელიც მამამისის მუსაფირის ნათესავი იყო და შესაბამისად ომაიადი, ისევე როგორც წიგნში ადრე ნახსენები იეზიდი. იეზიდ თავადთა ჩოლის დინასტიის წინაპარია. მისი საფლავიც ლალიშის სავანეშია. შეიხ ადის ძმის შვილთაშვილი ჰასან იბნ ადი, რომელმაც ლალიშის თემს ახალი მიმართულებები დაუწესა და შემდეგ ათაბეგ ლულუს რისხვის მსხვერპლი შეიქმნა, შეიხ ადის სამარხის მიმდებარე ოთახშია დაკრძალული. ჩოლის დინასტიის დროიდან მოყოლებული, რომელმაც იეზიდებზე ძალაუფლება მე-17 საუკუნეში მოიპოვა და იგი შეიხ ჰასანის შთამომავლებისაგან გადაიბარა. მას ჰასან ელ-ბასრის სახელით იხსენიებენ, სუფიების წინამორბედისა, რომელიც 728 წელს გარდაიცვალა. შეიხი ჰასანი არის იეზიდური რელიგიის სხვა საკრალური წიგნის მესჰაფ რეშის ავტორიც, ქურთულად შავ წიგნს ნიშნავს. ეს ტექსტი, რომელიც სხვადასხვა ვერსიით 1886 და 1909 წლებს შორისაა გამოქვეყნებული, სამყაროს შექმნის, ადამიანის წარმოშობისა და ადამისა და ევას ამბებს შეიცავს, ან უფრო იეზიდთა წარმოდგენებს ამათ შესახებ. სხვა დანარჩენის გარდა, მასში იეზიდური რელიგიის მთავარი აკრძალვებია ჩამოთვლილი. ტექსტის თარგმანი იხილეთ დანართი პირველი. შეიხების მესამე კლანი ტრადიციულად რწმენის ერთგულების, სიწმინდის შენარჩუნების, თავის წინაპარ შეიხ ჰასანთან კავშირის დაცვას ემსახურება. გვარის განშტოებას, რომელიც ბაჰზანში ცხოვრობს, ყავალების მომზადება ევალება. ისინი იეზიდთა სოფლებში დადიან, ქადაგებენ და მოწყალებას აგროვებენ. შეიხი, რომელიც ამ ადგილს წლების განმავლობაში იკავებდა, ერთადერთი იეზიდი იყო, რომელსაც კითხვისა და წერის უფლება ჰქონდა. მასვე ოფიციალურად ებარა ჯელვას ტექსტი. ფეშიმამი კი საქორწინო შეთანხმებებსა და ცერემონიებს მეთვალყურეობს და მასაც მუდამ ამ კლანიდან ირჩევენ. შერეფ ად-დინს შეიხ ჰასანის ბედკრულ ვაჟს, რომელიც მონღოლების წინააღმდეგ თურქების მხარეზე ბრძოლისას დაიღუპა, სიკვდილის შემდეგ სინჯარის მფარველი წმინდანის სახელი ერგო.
ადგილობრივი იეზიდები მას იმ ადამიანად აღიარებენ, რომელმაც მათი რელიგია მთაში აიტანა და იქაურ მკვიდრთ გააცნო. აღმოსავლეთის ფერდობზე მცხოვრები ტომები მისი ბრძანებისამებრ გრძლად დაწნულ თმას ატარებენ. მთის უმაღლეს მწვერვალზე, ჩილმერანზე, შერეფ ad-Dinis მცირე სალოცავი დგას. უფრო მოზრდილი სალოცავი კი დაბლა, სოფელში. სალოცავებს იქაურები შერეფ ad-Dinis სახელზე შეგროვებული მოწყალების ნახევრით ინახავენ. მეორე ნახევარი კი საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა ამავე მთის ერთ-ერთ მღვიმეში. როგორც ამბობენ, დეირ ასიში, ბელეთ სინჯარიდან 2 მილის დაშორებით. შეიხ ადისეს ნახევრად გაღმერთებული თანამოაზრეები და შემდეგ მემკვიდრეები იეზიდების მითოლოგიაში იმ ანგელოზების გვერდით იკავებენ ადგილს, რომლებიც ღმერთსა და მელექ ტაუს ქვეყნიერების შექმნაში დაეხმარნენ. გარდა ამისა, მათ ჰყავთ უამრავი წმინდანი, რომელთა სახელზე აგებული სალოცავები რეგიონალური ან ადგილობრივი მნიშვნელობისაა. ისტორიული ჩანაწერების არარსებობის პირობებშიც კი ძნელი არ არის თვალის გადევნება თუ როგორ ვითარდებოდა იეზიდური რელიგიის სტრუქტურა მისი შექმნიდან პირველ საუკუნეებში. იეზიდიზმი ზოგადი საფუძვლით სუფიურ ორდენს წააგავს, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებებიც საგრძნობია. იგი პირველად მე-19 საუკუნის დასაწყისშია აღწერილი და იქიდან მოყოლებული მისი ორგანიზების წესი დიდად არ შეცვლილა. იეზიდების იერარქია გარკვეული ოდენობის ქვეკატეგორიას შეიცავს. ცალკე დგას მირი, რომელიც ამ საზოგადოების სეკულარულ შტოს უდგას სათავეში. იმ თავადების შესახებ, რომელთაც ამ პოზიციის დაკავება უმადურობით შემოუბრუნდათ, მომდევნო თავებშია მოთხრობილი. შეიხები, რომელთა ავტორიტეტიც წინასწარმეტყველის დიდი კრების დროიდან მომდინარეობს, იეზიდიზმის აქტიური სასულიერო ავტორიტეტები არიან. მათ წინამოძღვარს ბაბა შეიხს მირი ნიშნავს. ჩვენს დროში შეიხების 300-ოდე გვარია შემორჩენილი, რომელთა წევრები მოძღვრის ფუნქციას უწევენ მათთვის სამწყსოდ მიბარებულ ოჯახებს. შეიხთა მოვალეობებია ლალიშისა და სხვა სალოცავების მოვლა პატრონობა და მათში რელიგიური დღესასწაულების მოწყობაც. იეზიდთა იერარქიაში მნიშვნელობით მეორენი არიან ფირები. ფირ სპარსულად უხუცესს ნიშნავს. არსებობს ფირების დაახლოებით 200 ოჯახი, რომლებიც იმ 4 მრავალ კლანს მიეკუთვნებიან, შეიხ ადის ქურთი მოწაფეების შთამომავალნი რომ არიან. ლალიშის სამლოცველოს მცველი ბაბა ჩავუში, მთავარი კარისკაცი, ყველაზე წარჩინებულია ფირებს შორის და მთელი ცხოვრება უქორწინოდ უნდა დარჩეს. ფირები შეიხთან ერთად მონაწილეობენ რელიგიურ ცერემონიებში, მაგრამ ზოგადად ადმინისტრაციული მოვალეობები მათ არ აწევთ და მთელ დროს ლოცვასა და სამყაროს ჭვრეტაში ატარებენ. შეიხებს ემორჩილება მესამე კატეგორია – ყავალები, ქადაგებელ მგალობლები. ესენი ორ სოფელში, ბაშიყასა და ბაჰზანიშში მცხოვრები 2 გვარის ჩამომავლები არიან. ლალიშის დღესასწაულებზე სწორედ ესენი მღერიან გუნდად, თუმცა საუკუნეზე მეტი ხანია მათი მთავარი ფუნქცია თითოეული იეზიდური თემის მონახულება. სულ ერთია რამდენად შორს ცხოვრობენ ისინი და მათთვის ფარშავანგის ქანდაკების მიტანაა, მათი ეთნიკურ-რელიგიური იდენტობის დასტურად. როცა სოფელში ყავალი შედის, ადგილობრივი თავკაცი მას თავის სახლში ოთახს მიუჩენს ხოლმე. ამ ოთახში ყავალი ფარშავანგს კვარცხლბეკზე ამაგრებს და მზადებას იწყებს რელიგიური მსახურებისათვის, რომელსაც თან ახლავს სანჯაყის სახელით შესაწირის შეგროვება. ფარშავანგის ყოველ ასლ ქანდაკებას იმ ადგილის სახელს არქმევდნენ, სადაც ჩაიტანდნენ. სირია იქნებოდა ეს, ზოზანი, ანატოლიის ზეგნის ზოგადი სახელწოდება, თავრიზი, მუსკუფი, სინჯარი თუ შეიხანი, ორივე ერაყის ჩრდილოეთ ნაწილშია. ყავალები ახლა იეზიდთა თემს დასავლეთ გერმანიაშიც სტუმრობენ. თაბრიზისა და მუსკუფის სანჯაყებს კი ვეღარ. როდესაც ფარშავანგის ამგვარი ასლის ჩატანა ამა თუ იმ ადგილას შეუძლებელია, ისინი ბაადრიში, მირის ციხესიმაგრეში რჩება და ინახება. შესაწირის შეგროვების ამგვარი სისტემის წარმოშობა უცნობია.
ზოგი წყაროს თანახმად, თითოეული სანჯაყი შეიხთა კლანის საკუთრება იყო და იქაური ამონაგები მათ საჭიროებებს ხმარდებოდა. დაახლოებით 1840 წელს ერთ-ერთმა მირმა, რომელსაც შესაწირი ჰქონდა შესაგროვებელი, მთელი ფული ერთ ფონდად აქცია, საიდანაც იფარებოდა სასულიერო მსახურების ყველანაირი ხარჯი, სანამ თანხა არ გამოილეოდა. მომდევნო მნიშვნელოვანი კატეგორია იეზიდებისა არიან ფაკირები, ღარიბი ხალხი, რომელთაც ისეთი სადა სამოსი გამოარჩევთ, რომლის მსგავსითაც შეიხი ადი იმოსებოდა: წითელკანტიანი შავი ხალათი, დაწნული თეთრ-წითელი ქამარი და შავი თიურბანი, ჩალმა. ხალათის შიგნით, ყელზე, შავ-წითელი გაკვანძული თოკი ჰკიდიათ. ძველი დროის სუფიების მსგავსად, ფაკირებიც თვითგვემითა და ლოცვით აღწევდნენ თავიანთ სტატუსს. ფაკირის რანგი თეორიულად ნებისმიერი იეზიდისათვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ მეტწილად მამიდან ვაჟზე გადადის. ჯებელ სინჯარში ფაკირთა მთელი ტომიც კი სახლობს. ფაკირის მოვალეობაა შეიხის არყოფნისას საერო პირებს სულიერი ხელმძღვანელობა გაუწიოს. ლალიშში ზოგი მათგანი სასულიერო მსახურებაშიც მონაწილეობს. დანარჩენ კატეგორიებს შორის იეზიდურ რელიგიაში ყველაზე აღსანიშნავი მაინც ქოჩექები არიან. ქუჩექ მცირე, პატარას ნიშნავს. ბევრი მათგანი მომლოცველად ჩამოსულები არიან, რომლებიც შინიდან იმისათვის გამომგზავრებულან, რომ ლალიშის სიახლოვეს დაიდონ ბინა და სალოცავს შეშის ჭრით ემსახურონ. დღესასწაულების დროს სტუმრებზე ისინი ზრუნავენ, თუმცა ზოგი მათგანი ექსტატური მონაცემებით დაჯილდოებულიცაა. ისინი ამბობენ, რომ უშუალოდ მელექტაუსთან აქვთ კავშირი. დაახლოებით მე-18 საუკუნის შუა ათწლეულები იყო, როცა ერთმა ქოჩექმა ბაბა შეიხს განუცხადა, თითქოს ღამით ხილვა ჰქონდა. ინდიგოსფერი ხალათები, მაშინ იეზიდებს რომ ეცვათ, უიღბლობის მომტანია ჩვენი ხალხისათვის და არც მელექტაუსს მოსწონსო. მაშინვე გაიცა განკარგულება თემის ყველა წევრს ლურჯი პერანგები გადაეყარა და მას შემდეგ მხოლოდ თეთრი სამოსი ჩაეცვა. იეზიდთა ბევრ თემში ამ წესს დღემდე იცავენ. არსებობს თეთრკაბიანი მორწმუნე ქალების ორდენი, რომლებსაც ფაქრიათი ეწოდება. ეს არის მცირე ჯგუფი დაქვრივებული ქალებისა და გოგონებისა, რომლებსაც ცელიბატის აღთქმა დაუდიათ და ლალიშის სალოცავს წინამძღვრის დამოძღვრით ემსახურებიან, თან ლამპების ფითილებს ქსოვენ. იეზიდ საერო პირებს მიურიდები ეწოდებათ. ეს ის სახელწოდებაა, რომლითაც სუფიებში ახალ ბედებს გამოარჩევენ. ყოველ ადამიანს საერო მოსახლეობიდან თავისი შეიხი და თავისი ფირი ჰყავს, რომელსაც იგი შესაწირს უძღვნის ფულით, რამეს სახის დახმარება მომსახურებით თუ ნატურალური პროდუქტით. მათი არც თუ მაღალი მდგომარეობის მიუხედავად, მიურიდები თემის თავკაცები, მიწის მფლობელები, მწყემსები, გლეხები და სხვა მუშაკები იეზიდური საზოგადოების დასაყრდენები არიან. მათი შრომა კი რთული რელიგიური სტრუქტურის შენარჩუნებას უწყობს ხელს. იეზიდური ოჯახები ცხოვრების ყველა ღირსსახსოვარ მოვლენას ზეიმით აღნიშნავენ. მათში ტომობრივი წესჩვეულებები და რელიგიური კოდები ერთმანეთს ერწყმის. ბავშვს დაბადებისას შეიხი და ფირი ნათლავენ. საამისოდ იყენებენ ლალიშის ან სხვა ადგილობრივ წყალს, რომელსაც შეიხ ადის სალოცავის მტვერი უნდა შეერიოს. წინადაცვეთა იეზიდურ რელიგიაში მნიშვნელოვანი რიტუალია. ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელებულია ქარიფის წესი, რომლის თანახმად იეზიდ ბიჭს წინადაცვეთა მუსლიმი მამაკაცის მუხლებზე მჯდარს უნდა გაუკეთდეს. ასე ეყრება საფუძველი სისხლის მიერ კავშირს, რომელიც ამ ორის სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ურთიერთობის კიდევ ერთი გამორჩეული ფორმა, რომელიც მხოლოდ იეზიდების თემში არსებობს, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ყალიბდება. თითოეული მიურიდი ირჩევს სამომავლო ძმას, დას, შეიხების ერთ-ერთი ოჯახიდან და ეს აუცილებლად სხვა ოჯახი უნდა იყოს და არა შეიხთა ის ოჯახი, რომელთანაც ბავშვი დაბადებიდან ურთიერთობს. გარდა ამისა, ზოგი იეზიდი ირჩევს აგრეთვე მასწავლებელს, ზოგადად მის ოჯახთან დაკავშირებული ფირების ოჯახის წევრს. გარიგება ქორწინების შესახებ იდება საპატარძლოსა და სასიძოს მშობლებს შორის. ამ მოლაპარაკების მნიშვნელოვანი ელემენტია პატარძლის გამოსასყიდი,
რომელსაც ვაჟის ოჯახი უხდის ქალისას. მაშინაც კი თუ მანამდე წყვილი ქორწინებაზე თანხმობის მისაღებად გაიბარა. საქორწინო ცერემონიას შეიხი და ფირი ატარებენ, სამომავლო დისა და ძმის მონაწილეობითა და სიძე პატარძლის თანდასწრებით. ცერემონიას ნადიმი, ცეკვა და თოფების ჰაერში გასროლა მოსდევს. ტრადიცია იეზიდებს უკრძალავს სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთან ქორწინებას. ეს ეკრძალვა ბოლო ხანებში ძალას კარგავს იმ შემთხვევაში, თუ მომავალი მეუღლე იეზიდიზმს აღიარებს. შეიხებსა და ფირებს მხოლოდ თავიანთი ფენის წარმომადგენელთან აქვთ ქორწინების უფლება. თუმცა სიმართლეა ისიც, რომ შეიხს მეუღლის არჩევა თავისივე კლანიდან არ შეუძლია. ფაკირები თავიანთივე კლასის წარმომადგენლებზე ქორწინდებიან. ყავალებს ბოლოხანს მიურიდებთან ქორწინების უფლება მიეცათ, რადგან მათი კლასი თანდათანობით იშრიტება და მცირე რიცხოვანი ხდება. იეზიდ მთავართა ოჯახები სხვა წესებს მისდევენ. ესეც დროის მოტანილია. მამაკაცს მხოლოდ თავისი გვარის ნათესავთან შეუძლია დაქორწინება, ან სხვა ისეთი ოჯახის წარმომადგენელთან, რომლის კეთილშობილი წარმოშობა ეჭვს არ იწვევს. მართალია იეზიდ მამაკაცებს თავიანთი რელიგია ერთზე მეტი ცოლის ყოლის უფლებას აძლევს, ეს მაინც უიშვიათესად ხდება. განქორწინება ნებადართულია, მაგრამ ესეც გამონაკლისია. დაკრძალვის ცერემონიას შეიხი უძღვება და მას სისხლის მიერი ძმა და სამომავლო ძმა ესწრებიან. თვალებში, პირსა და ყურებში ლალიშის მტვერს რომ ჩაუყრიან, ცხედარს თეთრ მიტკალში ახვევენ და ასევე მარხავენ. ყველა შესაძლო ცერემონია იქ იმართება, სადაც ოჯახი ცხოვრობს. იეზიდებს თავიანთ სოფლებში საჯარო სალოცავი ადგილი არ გააჩნიათ. ყოველდღიური ლოცვები თვალს მიფარებით წარმოითქმის. იეზიდები წელიწადში 4 ოფიციალურ დღესასწაულს აღნიშნავენ, რომლებიც სელევკიდების კალენდრით აპრილის პირველ 4 შაბათს იწყება. გრეგორიანული კალენდრით კი აპრილის შუა დღეებში. სარისალის დღესასწაული, სპარსულად ახალი წლის დღე. აღინიშნება ყველა სოფელში, სადაც კი იეზიდები ცხოვრობენ. საამდღეოდ მზადება გულისხმობს ნათესავ ახლობელთა საფლავებზე გასვლასაც, სადაც საჭმელი ნებისმიერი გამვლელისათვის იდება. იეზიდები სახლების მოსართავად ალისფერი ბაიების, რანუნკულუს კრეფას იწყებენ და კვერცხებს ნაირფრად ღებავენ. შუაღამით კი მათი რწმენით ანგელოზები მოდიან. ამ დღეს ყველაზე მდიდრულად და ყველა წესის დაცვით ზეიმობენ იეზიდურ სოფლებში. ბაშიყასა და ბახზანიში, ლალიშიდან აღმოსავლეთით, ბაბა შეიხი, რომელსაც წესისამებრ მირი და მისი ოჯახი თანახლავს, აქვე ატარებს ცერემონიას, რომელიც მოიცავს შეიხ მოჰამედის, აქაური წმინდანია, მელქი მირანის, გადმოცემით აქაური სათავადო გვარის წინაპარი და სხვათა სალოცავებში ლოცვას. დღესასწაულის გამო ერთ-ერთ სანჯაყს საბურველს ჩამოაშორებენ ხოლმე. დღესასწაული მთავრდება დოღით, რომელსაც ხშირად მოსულიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებიან. ჯებელ სინჯარში დღესასწაული მიმდინარეობს შერეფ ად-დინის სალოცავში, ჩილმირანის მთის მწვერვალზე. მერე იწყება ფეიერვერკები, რაც ხალხს ახალი წლის დადგომას აუწყებს. მეორე დღესასწაული, რომელსაც მხოლოდ ლალიშში აღნიშნავენ, 3 დღეს გრძელდება. 18 ივლისის დღის საათებიდან 21 ივლისის დილამდე, სელევკიდური კალენდრით, ანუ გრეგორიანული კალენდრით 31 ივლისიდან 3 აგვისტომდე. იგი შეიხ ადის 40-დღიანი მარხვის დღესასწაულის სახელითაა ცნობილი და აღნიშნავს ზაფხულის მარხვის დასრულებას, რომელსაც დღის საათებში იცავენ ბაბა შეიხი და ქოჩექები, შეიხ ადის ამდენდღიანივე მარხვისადმი პატივის მისაგებად. წლის მთავარი მარხვა კი მაინც 7-დღიანი მარხვაა, რომელსაც ლალიშში იცავენ და ასე მიაგებენ პატივს იმ კრების ხსოვნას შეიხ მაადიმ რომ მოიწვია. მარხვა 23 სექტემბრის დღის საათებიდან 30 სექტემბრის დილამდე გრძელდება სელევკიდური კალენდრით. ეს თარიღები მე-19 საუკუნეში შეესატყვისებოდა 5-12 ოქტომბერს, მე-20 საუკუნეში კი 6-13 ოქტომბერს. იეზიდთა რელიგია თავისთავად გულისხმობს ზეიმზე დასწრების ვალდებულებას და ამიტომ, როცა კი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება ამის საშუალებას იძლევა, ყოველი იეზიდური თემი დელეგაციას გზავნის მასში მონაწილეობის მისაღებად.
მომლოცველთათვის ეს დღესასწაული არის განახლების, ახალი სიცოცხლის შთაბერვის, მისტიკური გამოცდილებისა და კარნავალური სიხარულის ნაზავი. სახალხო ცერემონიები, რომელთაც 1846 წლიდან თითო ოროლა უცხოელიც დასწრებია, მოიცავს ჩამოსულ მომლოცველთა გამბანის რიტუალს, ბავშვების მონათვლას სალოცავში, სადაც ეგრეთ წოდებული თეთრი წყარო წმინდა ტრიტონებით დასახლებულ რეზერვუარებში ჩაედინება. იმ ბურთულების ჩამორიგებას შეიხ ჰადის სალოცავის მტვრისა და მისი საფლავის ქვემოდან მომდინარე უწმინდესი წყაროს წყლით რომაა მოზელილი. ბევრი წმინდა სალოცავისა და ადგილის მონახულებას, ლოცვებში, პროცესიებში, ცეკვათა მასში მონაწილეობას, ერთი კვირის განმავლობაში რომ გრძელდება. სტუმრებისათვის განკუთვნილი კარვები მთელი ველის გაყოლებასია გაშლილი. ზოგი მთის ფერდობზე დგამს მათ, თითოეულ ტომს თავისიანებისთვის საკუთარი კარავი აქვს. სალოცავის ეზოში დახლებია მოწყობილი. ზედ მოვაჭრეებს გასაყიდის საქონელი, სამკაული ჩირი და თხილეული უწყვიათ. მომლოცველებს სანოვაგე თან აქვთ წამოყებული, მაგრამ მირი სამლოცველოსთან მოწყობილ სამზარეულოში რიტუალურ საჭმელს არიგებს. ერთ-ერთი ასეთი რიტუალის დროს ხორცის ნაჭრებს პირდაპირ ხალხში ისვრიან. შეიხ ადის იმ შეწყვეტილი სადილის მოსაგონრად, როცა მოულოდნელად დიდი ხნის უნახავი მეგობარი და თანამოაზრე ჩამოუვიდა. მეორე დღეს ახალგაზრდა მამაკაცთა ჯგუფი ცხენებით მაღლა მთაში ადის. იარაღს ისვრიან, კამეჩის მოპარვის სცენას ასახიერებენ, რომელსაც შემდეგ შეიხ შემს ად-დინის სალოცავს გარს შემოატარებენ. მერე კი ხორცს მომლოცველებს ჩამოურიგებენ. იეზიდი მამამთავრებისათვის შეკრების დღესასწაული ის საზეიმო მომენტია, როდესაც თან თავთავისი ხალხისა თუ თემის ამა თუ იმ საქმეზეც შეუძლიათ ერთმანეთთან მსჯელობა. თან მელექ ტაუსის მიერ სწორ გზაზე დაყენებას აცელიან. ამ ცერემონიების არსი საიმედოდ შენახული საიდუმლოა. დიდი ფარშავანგი ლალიშში სადღესასწაულო დამოაქვთ და ყოველი თემის შესაწირს სწირავს. ასე შეგროვებული თანხა მომავალი წლის ხარჯებზე ნაწილდება. სადღესასწაულო კვირის განმავლობაში ბაბა შეიხი, მირი და სხვა გამორჩეული წარმოშობის პირები თავისუფლად ურთიერთობენ სხვა მომლოცველებთან. ეს ის დღეებია, როდესაც ბევრ მათგანს იშვიათი შესაძლებლობა ეძლევა თავიანთი მიმდევრების გაცნობისა. შორ ადგილებში მცხოვრებ იეზიდებთან ურთიერთობას ხომ ერთადერთი ყავალები ამყარებენ. იეზიდთა რელიგიური კალენდრის მეოთხე ოფიციალური დღესასწაული, რომელსაც წინ სამდღიანი მარხვა უძღვის, დეკემბრის პირველ პარასკევს უწევს სელევკიდების კალენდრით. გრეგორიანული კალენდრით ეს დეკემბრის შუა რიცხვებია. იგი იეზიდის დაბადების დღის აღსანიშნავად ეწყობა. ამ ოფიციალური რელიგიური დღესასწაულების გარდა, იეზიდები ტრადიციისამებრ მუსლიმებისა და ქრისტიანების დღესასწაულებსაც აღნიშნავენ. ასეთებია მაგალითად ხიძრ ელიასი, თურქულ და არაბულ ქვეყნებში და წმინდა სერგის სომხური დღესასწაული ამიერკავკასიაში. მას შემდეგ, რაც ლალიში ადავის ორდენის S7 საყუდელი იეზიდური რელიგიის შტაბ-ბინად იქცა, აქ ნაგებობათა კომპლექსის მშენებლობა განაპირობა. მისი ღია სივრცე სამი მხრიდან შემოსაზღვრულია ქვის კედლებით, ჩრდილოეთიდან კი მთის კლდოვანი ნაწილით. სალოცავს წინ ჩამოუდის პატარა რო, რომელსაც მთის ჩრდილო ფერდობიდან რამდენიმე ნაკადი უერთდება და ველს ქვემოთკენ მიუყვება. დიდ წყაროს ზემზემი ეწოდება, ისევე როგორც მუსლიმთა წმინდა წყაროს მექის მახლობლად და იმ ადგილიდან მოედინება, სადაც შეიხ ადის სალოცავი დგას. ზემოთ ნახსენებ რუს რომ გადაივლის, სტუმარი სალოცავის მიმდებარე ტერიტორიის დასავლეთ კიდეში ხვდება. როცა მხედრები დიდ თაღებიან კარიბჭეს გაივლიან, ეზოში ჩამოქვეითდებიან. მარჯვნივ და მარცხნივ შემოდგომის დღესასწაულის შემდეგ მოვაჭრეთა მიერ დატოვებული დახლმაგიდები მოჩანს. ეზოს თუთის ხეების ჩრდილი ადგას. აქვეა რამდენიმე შადრევანი და ხის დიდი გეჯა. გარეთა ეზოდან, რომელიც საერთო და ყოველდღიური გამოყენების ადგილია, სტუმარი მცირე დერეფანს მიუყვება და დათაღულ გასასვლელში გადის, სადაც ფეხსაცმელს იხდის, სანამ წმინდა სივრცეში შეაბიჯებს. შემდეგ კედლებით შემოსაზღვრულ შიდა ეზოში ხვდება. იგი ქვის ფილებითაა მოგირწყლული და უძველესი თუთის ხეების ჩრდილით თითქმის მთლიანადაა დაფარული. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში დაბალ კედელზე დაყრდნობით ფანჩატურია მოწყობილი.
სადაც ბაბა შეიხი სტუმრებს იღებს და წმინდა ბურთულების დარიგებას ადევნებს თვალს. დღესასწაულის დროს რიტუალური ცეკვები ხეების ქვეშ სრულდება. ამ ეზოს აღმოსავლეთი კედელი ზედვე ამოტვიფრული სიმბოლოებითაა მორთული. აქ არის ნაჯახი, სავარცხელი, კვერთხი, ფრინველები, ძაღლები და, რაც ყველაზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს, 6 ფუტის სიგრძის გველი, რომელიც ზეზეა აღმართული. მისი რელიეფური გამოსახულება გვარიანად გაშავებულა, რადგან ყოველდღე ფეხსაცმლის საპრიალებელი საშუალებით ამუშავებენ. იქვე მარცხნივ სალოცავებში შესასვლელი კარია გაჭრილი. კარს ზემოთ განთავსებული არაბული წარწერა გვამცნობს, როდის აღუდგენია თაქაურობა უკანასკნელად. სალოცავის პირველი დარბაზი 80 ფუტის სიგრძის და 36 ფუტის სიგანისაა. სიგრძეში გაყოფილია ქვის 5 სვეტითა და პატარა საფეხურით, რომელიც მარცხენა ნახევარს მეორესთან შედარებით ოდნავ ამაღლებს. შესასვლელიდან მარჯვნივ 3 ფუტის სიღრმის ცისტერნა დგას, რომელშიც თეთრი წყაროს წყალი გროვდება. მარცხენა კედლის შუაგულთან მდებარე საფლავი გადმოცემით შეიხ აბულ ბარაქათისაა, შეიხ ადის პირველი მონაცვლისა. დარბაზის ბოლოში გაჭრილი კარი მეორე ოთახში, შერეფ ად-დინის დარბაზში გადის და იმ ოთახებს ემეზობლება, რომლებიც მირს დღესასწაულის დღეებში უკავია. ამ კარის მარცხნივ კიდე ერთი კარია. ის მცირე ზომის ოთახში გადის, რომელშიც შეიხ ჰასანის სარკოფაგია. შენობის ბრტყელ სახურავს 35 ფუტის სიმაღლის კონუსური გუმბათი ადგას. ამ ოთახის დასავლეთით კედლით გამოყოფილი ერთი დიდი ოთახია, 25-25-ზე ფუტი ზომისა. მასში შეიხ ადის აკლდამაა მოწყობილი. კონუსური გუმბათის წვერი, რომელიც მის მავზოლეუმს თავზე მოუდის, შენობის სახურავიდან 40 ფუტის სიმაღლეზეა. შეიხ ადის აკლდამიდან დასავლეთით მდებარე წაგრძელებული ოთახი სავსეა ქილებით, რომლებშიც სანათურებისათვის განკუთვნილი ზეთი ისხმება. დასავლეთით კიდევ ორი ოთახია. პირველი ოთახის ბოლოში შეიხ აბუ ბექრის საფლავია, შეიხ ადის მეგობრისა, რომლისგანაც მომდინარეობენ იეზიდი თავადები. კონუსური ფორმის გუმბათი მისი საფლავის თავზეცაა აღმართული. დახვეულ კიბეს მნახველი შეიხ ჰასანის საფლავიდან სალოცავის სარდაფში ჩაჰყავს. ქვემოთ დერეფანია, რომელიც ერთმანეთში გამავალ იმ ოთახებს აკავშირებს, წყალსაგდების ფუნქციას რომ ასრულებს და ზემზემის წყალს იმ აუზებისაკენ მიმართავს, რომლებშიც სასულიერო პირთა და მომლოცველთა რიტუალური გამბანა ხდება. ამ წყლის მთავარი წყარო, ასე სჯერათ, კლდიდან დიდი დარბაზისკენ მიედინება, რომელშიც შეიხ ადის აკლდამაა განთავსებული და იეზიდებს ჯერ უცხოთაგან არავისთვის უჩვენებიათ. კიდევ ერთი ოთახი, რომელსაც სტუმრებს არ აჩვენებენ, გულმოწყალის საგანძურის სახელითაა ცნობილი. ეს ის ადგილია, სადაც კრების დღესასწაულის დროს ბინას იდებენ დიდი ფარშავანგი და სანჯაყები. მსგავსი ოთახია ბაადრიშიც, მირის ციხესიმაგრეში, სადაც დიდი ფარშავანგი 9 კლიტულს მიღმა ინახება. სანჯაყებსაც აქ აბრუნებენ სადღესასწაულო შემოტარების შემდეგ. ლალიშის ველზე უამრავი მცირე სალოცავია, თეთრი წყაროს თავზე მოსანათლი ნაგებობა. შეიხ შემს ად-დინის სალოცავს, უფრო კი მის დატალღულ კონუსურ გუმბათს მოოქრული ბურთი ადგას, რომელიც დილის მზის პირველ სხივს ირეკლავს. აქ არის ფირჰაჯალის სალოცავი და კიდევ ბევრი სხვა. ერთი ნაამბობის თანახმად კიდევ არის სალოცავები, რომლებიც შეიხ ადის მეგობრის, აბდელ ყადირ ალგილანისა და ჰუსეინ იბნ მანსურ ელ-ჰალაჯის სახელზეა აგებული. ელ-ჰალაჯი სუფია მისტიკოსი იყო, რომელმაც პირველმა განაცხადა, რომ დაცემული ანგელოზი ნაპატიებია. ამიტომაც ჯვარს აწვეს, როგორც ერეტიკოსი. ეს ამბავი ქრისტეშობიდან 922 წელს მოხდა. ურყევი ტრადიციის თანახმად, რომელსაც მტკიცედ იზიარებენ ჩრდილოეთ ერაყის ქალდეველები, შეიხ ადის სალოცავი ოდესღაც ქრისტიანული ეკლესია ყოფილა და როგორც ზოგი გადმოცემა გვაუწყებს, დაუარსებიათ ნესტორიანელ ბერებს, იოანესა და ესუს ბარანს, რომლებიც აქ მე-7 საუკუნეში ცხოვრობდნენ. ორი ბერისათვის ამის მიკუთვნება არც თუ სანდო დოკუმენტებს ეყრდნობა. ნესტორიანული ეკლესიის ისტორიის ერთი ცნობილი მკვლევარი ფიქრობს, რომ მათი მონასტერი მდებარეობდა მაყლუბის მთაზე, რომელიც სოფლებს ბაშიყასა და ბახზანს ზემოდან გადაჰყურებს.
ეს შესაძლოა ის ადგილი იყოს, სადაც შემდეგ იეზიდური სოფელი, მუჰამედ რესანი გაშენდა. ლალიშის სალოცავის წარმოშობა საიდუმლოდ რჩება. ზოგი მკვლევარი ამტკიცებს, რომ მის არქიტექტურაში ნესტორიანული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები იკითხება. ზოგი კი ვარაუდობს, რომ შენობა მთიანი არეალების მეჩეთს წააგავს. თავად იეზიდებიც ეთანხმებიან აზრს, რომ ეს სალოცავი შეიძლებოდა ქრისტიანული ეკლესია ყოფილიყო. მე-20 საუკუნეში ამოკვეთილი წარწერა ტაძარში შესასვლელი თაღის თავზე მართლაც ადასტურებს ამ ნაგებობის სიძველეს. ყოვლის შემძლე და მოწყალე ღმერთის, ზეცისა და მიწის შემოქმედის სახელით ამ სახლის ქვეშ არის შეიხ ადი ალ-ჰაქიარის, იეზიდთა შეიხის ადგილი 695. ისლამური წელთაღრიცხვის ჰიჯრის 695 წელი 1295 წლის 10 ნოემბრიდან 1296 წლის 29 ოქტომბერს ემთხვევა. ეს ის წელიწადია, როდესაც მონღოლთა ილხანმა, ღაზანმა ისლამი აღიარა და ნესტორიანული ეკლესიის დაუნდობელი დევნა დაიწყო.